უსაფრთხო გარემო იწყება ნარჩენების სწორი მართვით. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელები გარდა თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა 2013 წლიდან დაექვემდებარა. კომპანიის მოვალეობაში შედის არსებული ნაგავსაყრელების მოვლა, საჭიროების შემთხვევაში მათი რეაბილიტაცია და დახურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამ ეტაპზე კომპანია ახორციელებს საერთაშორისო დონის პროექტებს, რომლის ფარგლებშიც თეთრიწყაროსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში შენდება თანამედროვე ტიპის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტები და გადამტვირთავი სადგურები. როგორ მუშაობს სისტემა, როგორია დასავლური სტანდარტი და სად ვართ ჩვენ, როგორია ამ დრომდე მიღწეული შედეგები და სად გვაქვს გამოწვევები საზოგადოების როლსა და რისკებზე, რაც მყარი ნარჩენების არაჯეროვან მართვას ახლავს. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძეა თემაზე სასაუბროთ ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბატონო მიხეილ, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში დავიწყოთ საუბარი თუ როგორ შეიცვალა მიდგომა მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ბოლო 10 წლეულის განმავლობაში და რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები, რაც ახლა არის სახეზე. ასევე საინტერესო იქნება ხაზი გაუსვათ მნიშვნელობას მყარი ნარჩენების სწორი მართვის ბუნებისა და ეკოლოგიის მიმართულებით. მოგესალმები, დიდი მადლობა მოწვევისათვის, მივესალმები მაყურებელს. ნარჩენების მართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა დღეს ქვეყნისთვის, თუმცა კომპანია მზად არის ახალ ეტაპზე გადავიდეს, კერძოდ სამინისტროს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გატარებული რეფორმების შედეგად ჩვენ უკვე გვაქვს სტრატეგია ახალი თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის. დაწყებულია, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ქვემო ქართლსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი ობიექტის მშენებლობა, რომელიც დასრულდება ქვემო ქართლში წელს, ხოლო ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მომავალ წელს. რაც შეეხება დანარჩენ საქართველოს, შერჩეულია ტერიტორიები, სადაც განთავსდება ახალი ნარჩენების ობიექტები. ეს არის კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები და ჩვენი მიზანია თანამედროვე სისტემით მართოთ ნარჩენები და ამას მიებმევა გადამუშავების კომპონენტიც. ამ ეტაპზე საინტერესოა ქვეყნის მასშტაბით რამდენი ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს და ასევე ამათგან რამდენია მოქცეული იმ დასავლურ სტანდარტებში, რაზეც ვსაუბრობთ. ქვეყნის მასშტაბით დღეს კომპანია მართავს 54 ნაგავსაყრელს, აქედან 28 დახურულია, 26 მოქმედია, სამწუხაროდ თანამედროვე და უახლეს ტექნოლოგიებს არ შეესაბამება. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიზანია უმოკლეს ვადაში დავხუროთ ძველი ნაგავსაყრელები და ავაშენოთ ახალი თანამედროვე ტიპის ნარჩენების განთავსების ობიექტი. ჯამში საქართველოში იქნება 6 ასეთი ობიექტი და შესაბამისად მათი მართვა გარემო უსაფრთხოების თვალსაზრისით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. როგორც ვიცით, ბატონო მიხეილ, არსებობს სპეციალური ვადები, ხომ? ექსპლუატაციაში არსებობის ნაგავსაყრელების. როგორია ეს ვადები და რამდენად ვექცევით ასე ვთქვათ სტანდარტებში აი ამ პერიოდების? სამწუხაროდ ვადები ამოწურულია და სტანდარტებში ვერ ვექცევით, თუმცა ჩვენი 7-ზე მეტი თანამშრომელი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ სანიტარული ნორმების დაცვით მართოს ნაგავსაყრელები და მოსახლეობისთვის ნაკლებად მძიმე პირობები ავაცილოთ თავიდან და დისკომფორტი არ შეუქმნათ. შედარებით ნაკლები იყოს ის ზიანი, რაც გარემოს ადგება. კი ბატონო, საინტერესოა ასევე ვისაუბროთ იდენტიფიცირებულ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რაც უშუალოდ მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით ახლა არის სახეზე და რის გადაჭრასაც ცდილობთ. ჩვენ ძირითადი მიზანია, რაც შეიძლება მალე სწრაფად ავაშენოთ ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტი, რადგან ის გამოწვევები, რომელიც დღეს არსებობს ძველი ისტორიული ნაგავსაყრელების მართვისას, აცილებული იქნას თავიდან. შესაბამისად, ამისთვის განსაზღვრული გვაქვს 3 წელი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს უზრუნველყოფთ უკვე კვლევებისა და პროექტირების პროცესის განხორციელებას, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ წლის მეორე ნახევარ
ფებრუარში მზად ვიქნებით სამშენებლო ტენდერებისთვის და შემდგომი 28-29 წელში განვახორციელებთ აქტიურად ჩავერთვებით და აშენდება ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტები. აქ მთავარი რაც არის ამ რეფორმის, რაზეც მე ვისაუბრე, რეფორმა მოიცავს არა მარტო ნაგავსაყრელის აშენებას, არამედ ამ ნაგავსაყრელის სრულად აღჭურვას გადამუშავების კომპონენტით, რაც უფრო მნიშვნელოვანს გახდის გარემო უსაფრთხოებას ქვეყანაში. ალბათ საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორია სისტემა მუშაობის, რას მოიცავს ის ღირებულებათა ჯაჭვი, ვთქვათ, დასაწყისიდან ბოლომდე, როდესაც რიგითი ადამიანი, ვთქვათ, საყოფაცხოვრებო ნარჩენს ანთავსებს ნაგვის ურნაში. შემდეგ რა ეტაპებია? დიახ, პირველი ეტაპი არის, რა თქმა უნდა, განთავსება, შემდეგ ტრანსპორტირება და შემდეგ უკვე პოლიგონზე მიტანა ნაგვის, საიდანაც იწყება ძირითადი სამუშაოები, რაც საკმაოდ რთული სამუშაოებია. პირველ რიგში ხდება განთავსება, განთავსების შემთხვევაში ხდება სპეციალური ტექნიკით მისი დატკებნა და დატკებნის შემდეგ საიზოლაციო მასალით გადახურვა, რადგან ეს მოიცავს ძალიან რთულ პროცესს, გარემოც სამუშაო გარემოც რთულია ამისთვის, თუმცა მნიშვნელოვანია, აუცილებელია და ეს პროცესი ერთმანეთთან ისეა შერწყმული, რომ მისი ერთი ნაწილის ამოგდებაც იწვევს გარკვეულ დისკომფორტს, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ჩვენი თანამშრომლებისთვის, შესაბამისად ჯაჭვური რეაქციით და მუშაობის პრინციპით გვაქვს ეს ყველაფერი აწყობილი და მუშაობთ. და ბატონ მიხეილ, ამ ღირებულებათა ჯაჭვში საზოგადოების როლზე მინდა გკითხოთ, პასუხისმგებლობა სად გადის რიგითი მომხმარებლის? მოქალაქეების პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. იმის წარმოდგენა, რომ მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა გადის სახლიდან ურნამდე, ესე არ არის. ზუსტად ურნის შემდეგ იწყება მნიშვნელოვანი პროცესები და მოსახლეობის ჩართულობა ნარჩენის შემცირების ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მინდა ხაზი გაუსვა, რომ ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობაში მიუღებლობა არის მოსახლეობის, რაც ერთგვარი რისკებს შეიცავს, იმიტომ რომ დღეს თუ ჩვენ არ გადავედით ახალ ეტაპზე, ახალ სტანდარტებზე, ხვალ უკვე დავდგებით ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე. რას გულისხმობთ მიუღებლობაში, ანუ რა პროცესია ეს? კომპანიამ წინა გასულ წლებში არაერთი ტერიტორია შეარჩია, რომელ ტერიტორიაზეც ნარჩენების განთავსების ობიექტის აშენების საშუალება მოსახლეობამ არ მისცა. ეს იყო არასწორი ინფორმირებული მართული პროცესები, რამაც კიდევ უფრო დააზარალა ქვეყანა ნარჩენების მართვის მიმართულებით და ასევე გარემო და თვითონ მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა რისკის ქვეშ დგება ყოველი ასეთი ნაბიჯის შემდეგ. ამიტომ ყველა ჩართულობა და ერთმანეთის გვერდში დგომა არის ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად მე მაქვს იმედი მჯერა იმისი, რომ ახალ ობიექტებზე, სადაც ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას, მოსახლეობის ჩართულება იქნება მაქსიმალური. ბატონ მიხეილ, აქვე გავაჟღეროთ, როგორია ის სტანდარტები, რის მიხედვითაც ირჩევა ტერიტორია, სადაც ესათვის ობიექტი უნდა განთავსდეს თქვენ? აქ არის გარკვეული ბუფერები, მაგალითად მოსახლეობიდან უნდა იყოს მინიმუმ 500 მეტრის დაშორებით, აეროპორტებიდან 13 კილომეტრის დაშორებით და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ახალი ობიექტების ტერიტორიების შერჩევისას ვითვალისწინებთ ყველა ამ მოთხოვნებს და ამ მოთხოვნების დაცვით მოხდება ზუსტად იმ ახალი ნარჩენების განთავსების ობიექტების აშენება, რაც მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ მოსახლეობას ერთის მხრივ გაუწიოთ სერვისი, რომელიც გარემოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და მეორე მათი უსაფრთხოებაც დაცული იყოს, რათა დისკომფორტი არ შეუქმნათ. რა არის ყველაზე გავრცელებული შეცდომა, ასე ვთქვათ, რასაც ნებით თუ უნებლიეთ რიგითი მოქალაქე უშვებს თქვათ ნარჩენების მართვასთან მიმართებაში? ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ნარჩენებს, ეს იქნება სამშენებლო თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ესე ვთქვათ, მოისვრიან, განათავსებენ ისეთ აკრძალულ ადგილას და არ ხვდება იქ, სადაც უნდა ხვდებოდეს, საიდანაც მერე იწყება უკვე ამის მართვა და სწორედ ჩვენ თანამშრომლებს მუნიციპალიტეტებს უწევთ ამ გაფანტული ნარჩენების, ესე ვთქვათ, მოძიება და დასუფთავება და დამატებითი რესურსია ამისთვის საჭირო დრო და ენერგია ალბათ
ვიყოთ და ბოლოს ძალიან მოკლედ მინდა გკითხოთ, არასახიფათოსთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სახიფათო ნარჩენების მართვის მიმართულება და მთავრობის განკარგულებით სწორედ თქვენს კომპანიას დაევალა ამ მიმართულებით ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. რა გეგმები გაქვთ რომ გითხრათ? პროცესი დაწყებულია, მთავრობის განკარგულებით უკვე დაგვევალა აღნიშნული პროცესის მართვა. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი აქამდე არ რეგულირდებოდა და ჩვენ კომპანია ზუსტად განესაზღვრა ყველა ის საჭირო ფუნქციები შეთავსებულია და ვიწყებთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებითაც, კერძოდ შერჩეულია ტერიტორია, რომელზეც უახლოეს პერიოდში დაიწყება კვლევების დამთავრებისთანავე დონორი ორგანიზაციებთან მიმდინარეობს უკვე სამუშაოები დაფინანსებასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს იმას, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში აშენდება სახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი და შესაბამისად ეს პრობლემაც ქვეყანაში მოწესრიგდება და ამითი უკვე ახალ ეტაპზე გადავა ქვეყანა. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საჭირო ინფორმაციის მოწოდებისთვის. ეს არის საკითხი, რომელიც თითოეული მოქალაქის და ადამიანის ინტერესზე გადის, თამამად შეიძლება ითქვას და ჩვენი პასუხისმგებლობაც ალბათ უნდა გავიაზროთ და გავიზიაროთ. მიხეილ გოგოლიძე, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.